რაკეტები უფრო სწრაფია, დრონები უფრო იაფია და ოკეანეები, რომლებიც ოდესღაც ამერიკას იცავდნენ, ეხლა თითქმის არაფერს ნიშნავს. ახლო აღმოსავლეთი უბრალოდ რეგიონი არ არის, ეს ნაპერწკალია. კარიბების სიახლოვეს ზეწოლად აქცევს. არქტიკა კი რაკეტების დერეფანია და წყნარი ოკეანე. ერთი არასწორი გათვლა შეიძლება გლობალურ კრიზისად გადაიქცეს. ეს არის ნამდვილი პრობლემა. ამერიკა ერთ საფრთხეს არ ებრძვის. ის ერთდროულად ყველგან რეაგირებს. სანამ ეს ყველაფერი მნიშვნელობას შეიძენს, პრობლემა რუკაზე აშკარად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე, ასევე ერთ-ერთი ყველაზე პატარაა. ჰორმუზის სრუტე. ყოველდღიურად მსოფლიოს ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% ამ ვიწრო გასასვლელ გადასვლაში გადის. აშშ-ის საზღვაო ფლოტისთვის ეს უფრო მარშრუტი კი არა, მახია. ირანმა სანაპიროდან გასაშვები, თანამედროვე რაკეტები და იაფი დრონები შექმნა. ომის მოსაგებად კი არა, არამედ იმისთვის, რომ თავად ყოფნა გახდეს საშიში. სპარსეთის ყურე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წერტილად იქცა. ყოველ ჯერზე, როცა საფრთხე ჩნდება, აშშ-ის ავიამზიდის დარტყმითი ჯგუფის გადაყვანა უწევს. ერთის სპარსეთის ყურეში გადაყვანა ნიშნავს, რომ ის სხვაგან აღარ იქნება. ეს მრავალმილიარდიანი გემები ფაქტობრივად ერთ ადგილზე არიან გაჩერებულები და პატარა წყლის ზოლს აკვირდებიან. ერთი ვიწრო წერტილი მთელ ფლოტს შეიძლება შეუშალოს ხელი. ეს გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში. 2026 წლის დასაწყისში ვენესუელა საფრთხედ იქცა. მანძილი ადრე დროს გვაძლევდა, მაგრამ ეხლა დროს გვართმევს. აშშ-ის პასუხი სწრაფი და მასშტაბური იყო. USS Gerald R. Ford-ი სხვა სამხედრო გემებთან და F-35-ის უხილავ თვითმფრინავებთან ერთად რეგიონში გაგზავნეს. მაგრამ ეს განლაგება რეალურ პრობლემას აჩვენებს. ყოველი სუსტი წერტილი მასშტაბურ რეაგირებას ჩებს მოითხოვს და ასეთი სუსტი წერტილი ძალიან ბევრია. არქტიკა ადრე ყინულის კედელი იყო, რომელსაც ვერავინ გადალახავდა. ის დრო დასრულდა. როგორც კი ყინული ქრება, სავაჭრო გემებისა და სამხედრო ხომალდებისთვის ახალი მარშრუტები იხსნება. სხვა ქვეყნები უკვე იკავებენ ამ სივრცეს და ბაზებს აშენებენ. აშშ-ის სამხედრო შტო, რომელიც ჩრდილოეთს აკონტროლებს, ცდილობს ათასობით მილის ახალი სანაპირო ზოლის დაფარვას. ეკორდნობა ყინულმჭრელებსა და სენსორებს, რომლებიც ამდენი სამუშაოსთვის არასდროს იყო განკუთვნილი. და აქ ფსონი ძალიან მაღალია. ცივი ომის დროიდან არქტიკა არის ყველაზე მოკლე გზა აშშ-ის მატერიკზე მიმართული რაკეტისთვის. და რადგან ყინული უფრო სწრაფად ქრება, ძველი სტრატეგიები აღარ არის საკმარისი. ერთადერთი გამოსავალია თამაშის წესების მთლიანად შეცვლა. წლების განმავლობაში აშშ-ის თავზე ფარი არსებობდა მხოლოდ საომარ ოთახებსა და სამეცნიერო ფანტასტიკაში. მაგრამ ეხლა ეს ოცნება $165 მილიარდ რეალობად იქცა. ეს მხოლოდ ომის წარმოების წესებს არ შეცვლის. ეს შეიძლება შეცვალოს ისიც, ვინ გაიმარჯვებს ომში, მანამდე სანამ ის დაიწყება. ამერიკა ამჟამად ღიაა სარაკეტო თავდასხმისთვის. არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ომის წესები შეიცვალა. ერთადერთი, რაც სოკოს ღრუბლის ფორმის კატასტროფას აჩერებს, საპასუხო დარტყმის შიშია, მაგრამ შეკავება მხოლოდ პირველი ნაბიჯის შემდეგ მუშაობს. ამერიკა ამის შეცვლას ცდილობს. ის სურს მთლიანად შეაჩეროს პირველი ნაბიჯი. კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტა იქცევა ისე, როგორც ბეისბოლის ბურთი, რომელიც მინდორზე ისროლეს. ის მაღლა აიწევდა ცაში, შემდეგ კი უკან ჩამოვარდებოდა. ეს ტრაექტორია პროგნოზირებადი იყო. რადარის სისტემებს შეეძლოთ მისი დანახვა. კომპიუტერებს შეეძლოთ გამოეთვალათ, სად დაეცემოდა იგი. რაკეტის მოხვედრა მაინც რთული იყო, მაგრამ მაინც ამის უკან დგომი მათემატიკა გასაგები იყო. ჰიპერსონიკურმა რაკეტებმა ეს წესები დაარღვიეს. ისინი მხოლოდ უფრო სწრაფად არ მოძრაობენ. ისინი არაპროგნოზირებადები არიან. დაბალი სიმაღლე, მუდმივი მანევრირება, მინიმალური გაფრთხილება. როცა მათ აღმოაჩენენ, უკვე წამების საკითხია. ძველი რადარის სისტემებს უჭირთ მათთან გამკლავება. უმეტესობა სენსორებისა შექმნილია ზემოთ საყურებლად, რათა დააკვირდნენ სამიზნეებს, რომლებიც პროგნოზირებადი გზებით მოძრაობენ. მაგრამ ისინი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ შენიშნონ ობიექტი, რომელიც ყოველ წამში 1 მილს გადის და ზედაპირზე ახლოს მიფრინოს. ადამიანს გადაწყვეტილების მისაღებად დრო არ ყოფნის. ეს დრო არც კი ყოფნის ძველ კომპიუტერებს, რომ შეითვალონ გადაჭერის წერტილი. 2025 წლის 20 მაისს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა თავდაცვის ფარის ახალი დიზაინი, რომელსაც ოქროს გუმბათი ეწოდება. სხვაებიც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინვე უარი თქვეს, როცა ციფრები არ დაემთხვა. მაგრამ ეს მანამდე იყო, სანამ ტექნიკა არ დაეწია. თაღები უკვე გამოყოფილია და მშენებლობა დაწყებულია. პირველი გადახდაც უკვე განხორციელდა, $24.4 მილიარდი,
რომელიც დამტკიცდა ერთი დიდი მშვენიერი კანონპროექტის აქტის ფარგლებში. კიდევ 13 მილიარდი დოლარი 2026 წლისთვის არის განსაზღვრული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ განვითარებას, გლობალურ განლაგებას, ტექნიკურ მომსახურებას, დრებას და ორბიტაზე თანამგზავრების შეცვლის აუცილებლობას, რეალური ღირებულება მილიარდებში აღარ რჩება. ის ძალიან სწრაფად ახდევს ტრილიონებს, რადგან სრული უსაფრთხოება მიწიდან არ იწყება. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ აკონტროლებს იმას, რაც ზემოთაა და რა მოძრაობს მის გარშემო. და ესეთი ზეწოლა მხოლოდ ფულს არ ხარჯავს, ის ყველაფერს აწვეთს. მექანიზმები ფუჭდება, სისტემები მწყობრიდან გამოდის, ადამიანები იფიტებიან. ასე რომ, სანამ პირველი გადაჯერა საერთოდ მოხდება, სისტემა უკვე გამოცდაშია. არა ომით, არამედ იმ ხარჯით, რაც უბრალოდ მის შენარჩუნებას სჭირდება. ეხლა ინვესტირებიც მიზანია შეწყდეს გემების გადაადგილებისა და მილიარდების ხარჯვის უსასრულო ციკლი მომავალში. მიწის ხელშეუხებლობა ცვლის გლობალური ძალაუფლების დინამიკას. ის ყურადღებას ოკეანედან კოსმოსში გადააქვს. ეს მიზნად ისახავს დაასრულოს დაუცველობის ეპოქა და დაიწყოს ახალი ხანა, სადაც რუკა უბრალოდ გადასაჭრელი პრობლემების სია აღარ იქნება. ამ ტექნოლოგიის საშუალებით მიზანია შეიქმნას ფარი, რომელიც მყარად დარჩება მაშინაც კი, როცა დანარჩენი მსოფლიო ქაოსშია. ოქროს გუმბათი შექმნილია იმისთვის, რომ აღადგინოს დაკარგული დრო. და ეს მხოლოდ ერთი სისტემა არ არის. ეს არის ქსელი. ათასობით თანამგზავრი, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და არ აქვთ ბრმა წერტილები. სენსორები აფიქსირებენ გაშვებებს იმავე წამს, როცა ისინი ხდება და მიზანზე რჩებიან დაფიქსირებულები. მიუხედავად იმისა, რამდენად სწრაფად მოძრაობს, ან რამდენად იცვლის მიმართულებას. როგორც კი საფრთხე იდენტიფიცირდება, ჩამჭერები ადრეულ ეტაპზე ერთვებიან საქმეში. თუნდაც აჩქუნდაც აჩქარების ფაზაში, მიზანი არ არის დაელოდო და ბოლო წამს ჩაერიო. მიზანია გაანეიტრალოს საფრთხე მანამდე, სანამ ის რეალურად გახდება საფრთხე. ამდენი მონაცემის დამუშავება არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. სწორედ აქ ერთვება ხელოვნური ინტელექტი. პროგრამული უზრუნველყოფა ერთდროულად ამუშავებს ინფორმაციას ხმელეთიდან, ზღვიდან და კოსმოსიდან და მყისიერად წყვეტს, რომელი თავდაცვითი საშუალება აქვს საუკეთესო შანსი მიზნის დასარტყმელად. შეიძლება აირჩიოს რაკეტა ალასკაში, გემი ატლანტიკის ოკეანეში ან იარაღი კოსმოსში. სისტემა ამ არჩევანს აკეთებს და ისვრის წამის მცირე ნაწილში. სიჩქარე ერთადერთი გზაა, რომ დაამარცხო იარაღი, რომელიც ბგერაზე სწრაფად მოძრაობს. ამერიკული კომპანიები უკვე აქტიურად მუშაობენ ამაზე. Lockheed Martin ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ამ თავდაცვით სისტემებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად ურთიერთონ. სისტემის ყველა ნაწილი უკვე წარმოებაშია. თანამგზავრები, ჩამჭერები, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მათ ერთ უწყვეტ აღმოჩენაგანე განადგურების ჯაჭვად აერთიანებს. 2028 წლისთვის ფარის პირველი ნაწილები უკვე მზად იქნება და იმუშავებს. და ეს მთლიანად შეცვლის იმას, როგორ უმკლავდება აშშ დღეს არსებულ საფრთხეებს. საწყისი ყურადღება ისეთ ცხელ წერტილებზე, როგორიცაა არქტიკა და წყნარი ოკეანე, ნიშნავს, რომ ყველაზე საშიშ დერეფნებს რეალური დაცვა ექნებათ. შეცდომისთვის ადგილი არ არის. მტრის ტექნოლოგია უკვე არსებობს. დღევანდელი ყოველი ინვესტიცია სატელიტებს უფრო გამძლეს, ჩახშობისადმი უფრო მდგრადს და თავდასხმების გადატანისთვის მზადეს ხდის. ასე რომ, როცა ფარი ამოქმედება, ის რეალურად იმუშავებს. ეს პროექტი სრულიად ცვლის იმას, თუ როგორ მუშაობს მსოფლიო. აშშ-ს მუდმივად მოქმედი ფარის შექმნით აღარ მოუწევს რეაგირება სხვა ქვეყნების ყოველ ნაბიჯზე. წარმატება იმას ნიშნავს, რომ ავიამზიდი აღარ იქნება საჭირო ყველა წყლის გზაზე ქვეყნის დასაცავად. კოსმოსი ხდება ახალი ფრონტის ხაზი. ეს ყველაფერი უზარმაზარ ფასად ჯდება. ნებისმიერი თავდაცვის პრობლემა ისაა, რომ საბოლოო მიზანი მუდმივად იცვლება. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ფარი ძლიერდება, მტრები მაშინვე ეძებენ გზებს მის გასატეხად. შეიძლება ერთდროულად იმდენი რაკეტა გაუშვან, რომ სისტემა ვერ გაუმკლავდეს. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ გუმბათმა შეიძლება დააჩქაროს ახალი შეიარაღების რბოლა, სადაც ქვეყნები მხოლოდ ტრადიციულ იარაღს აღარ აგროვებენ. ამის ნაცვლად ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს სპეციალურად ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების შექმნაში, რომლებიც ასე წოდებულ გაუტეხავ ფარს გვერდს აუვლიან. ეს შექმნის ესკალაციის ციკლს, რომელიც შეიძლება გლობალური კონფლიქტები უფრო არაპროგნოზირებადი და ტექნოლოგიურად ინტენსიური გახადოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს მუდმივი საპასუხო ნაბიჯების ციკლია. ფარის მშენებლები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მასში ხვრელი იპოვონ. რადგან თუ რაკეტების უმეტესობა ვერ აღწევს საიმედოდ აშშ-ის მატერიკს, ყველაფერი იცვლება. ამ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთი არც ვაშინგტონშია. ის არქტიკაშია, გრენლანდიაში. ეს პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული. ეს ასევე გეომეტრიას ეხება. ქვეყნებს შორის ყველაზე მოკლე გზა პოლუსზე გადის. გრენლანდია პირდაპირ ამ გზის ქვეშ მდებარეობს. თუ გრენლანდიას აკონტროლებ, საფრთხეს პირველმა ხედა.
ამ სტრატეგიის გულშია ფიტუფიკის კოსმოსური ბაზა, სადაც მდებარეობს უზარმაზარი რადარი, რომელიც რაკეტებსა და ორბიტაზე მყოფ ობიექტებს აკვირდება. ის მონაცემებს მყისიერად აგზავნის თავდაცვის ჯგუფებთან და უმცირეს ობიექტებსაც კი ზუსტი სიზუსტით აფიქსირებს. გრენლანდია გარდაიქმნება ადგილიდან, რომელიც მხოლოდ აკვირდებოდა, ისეთ ადგილად, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს. გეგმა ითვალისწინებს მეტი სენსორის დამონტაჟებას და თუნდაც გადამჭრელი რაკეტების განთავსების შესაძლებლობა სპინულზე. თუ საფრთხის შეჩერება შესაძლებელია, მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ არქტიკის თავზეა, ის არასოდეს მიაღწევს დასახლებულ ტერიტორიებს. საფრთხის განეიტრალებით შორ მანძილზე, მატერიკზე რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. მაგრამ თუ არქტიკა ღია დარჩება, მთელი ფარი ვერ იმუშავებს. აი რას ყიდულობს რეალურად. 165 მილიარდი დოლარი, ეს მხოლოდ დაცვა არ არის. ეს არის დროის კონტროლი, სივრცის კონტროლი, გეოლი, გეომეტრიის კონტროლი. მაგრამ ნამდვილად ხდის თუ არა ფარი ამერიკას ხელშეუხებელს. როცა ის სრულად ამოქმედდება, ყველა სხვა ქვეყანას მოუწევს სრულად გადახედოს, როგორ იყენებს თავის ძალას. ბევრი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკა იზღუდებოდა იმ ფაქტით, რომ სამშობლო შეიძლებოდა მიზანში ამოეღოთ. ყოველ ჯერზე, როცა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მსგავსი ნაბიჯი იდგმებოდა, ლიდერებს უწევდათ ფიქრი იმაზე, რომ ბრძოლა შესაძლოა საბოლოოდ ამერიკის ქალაქებამდე მისულიყო. ეს რისკი განსაზღვრავს გადაწყვეტილებებს. ოქროს გუმბათი ამას ერთმხრივ განტოლებად აქცევს. მტრები სარაკეტო დარტყმების მუქარას იყენებდნენ იმისთვის, რომ შეერთებული შტატები თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს მოშორებოდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავრობა არასდროს გარისკავდა ისეთ ქალაქს, როგორიცაა ლოს-ანჯელესი, შორეული მოკავშირის დასაცავად. გუმბათი თამაშის წესებს ცვლის. ყველა წითელი ხაზი იცვლება. ყოველი მტერი თავიდან ითვლის. ბირთვული შეკავების მთელი ლოგიკა, ურთიერთგარანტირებული განადგურება ერთ რწმენაზე იყო აგებული. არავის შეეძლო რაკეტების შეჩერება, როგორც კი ისინი გაეშვებოდა. გუმბათი ამ ვარაუდს ანგრევს. თუ ამერიკა შეძლებს პირველი დარტყმის მიღებას და მაინც უპასუხებს, ბირთვული გაცვლის საფრთხე აღარ იქნება ორმხრივი. ეს ომის ლოგიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჰილილებაა ჰიროსიმას შემდეგ. სამხედროებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, როდის და სად ჩაერიონ, რადგან სამშობლო დაცულია. მეგობრებსა და მოკავშირეებს შეიძლება როლები შეეცვალოთ. თუ ამერიკას აღარ სჭირდება გარშემო გემების კედელი, ამ გემების გარკვეულ ადგილებში ყოფნის მიზეზებიც იცვლება. სხვების დაცვა არჩევანი ხდება და არა აუცილებლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პეკინის პროტესტები ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე თავად სურთ. ისინი აჩვენებენ, რამდენად ცვლის ოქროს გუმბათი უკვე ბალანსს. მათი არგუმენტი მარტივია. თუ ერთ ქვეყანას შეუძლია დაარტყას საპასუხო დარტყმის შიშის გარეშე, ომის ძველი წესები აღარ მოქმედებს. მხოლოდ ეს შიში ცვლის ქცევას. რუსეთი უკვე ცვლის თავის სტრატეგიას და სხვა ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ისინი თამაში არიან, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გაუგიათ. რა თქმა უნდა, გუმბათის ყველაზე დიდი მტერი შეიძლება არც ბალისტიკური ან ჰიპერსონიკული რაკეტა იყოს, არამედ დოლარი. მისი 10 წლეულების განმავლობაში მუშაობისთვის უზარმაზარი დაფინანსებაა საჭირო. ყოველი განახლება, თითოეული სენსორი და ტექნიკური მომსახურების ციკლი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო ინფლაციამ, ბიუჯეტის ცვლილებებმა ან პოლიტიკურმა კრიზისებმა შეიძლება დაფარვაში ხარვეზები გამოიწვიოს ან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დააყოვნოს. საბოლოოდ, ყველაზე თანამედროვე ფარი იმდენად ძლიერია, რამდენადაც მას ფინანსურად ამყარებენ. ფინანსირება მხოლოდ ციფრების თამაში არ არის. ის განსაზღვრავს, როგორ შეუძლია ამერიკას რეალურად დაიცვას თავი. 10 წლეულების განმავლობაში აშშ-ს უწევდა საფრთხეების გადალახვა ოკეანეების მიღმა. ოქროს გუმბათი ამას ცვლის და მსოფლიო ამას გulis, უკვე ამჩნევს. ის მხოლოდ სამშობლოს არ იცავს, არამედ გლობალური კონფლიქტის წესებსაც ცვლის. პირველი ქვეყანა, რომლის ცალს ვერც ერთი რაკეტა ვერ დაარღვევს, შეიძლება გახდეს პირველი, ვინც მთლიანად შეცვლის მსოფლიოს. დრო, როცა ყველგან ერთდროულად რეაგირება იყო საჭირო, დასრულდა და როგორც კი ოქროს გუმბათი დასრულდება, მსოფლიო საშინელ სიმართლეს გაიგებს. ზოგი მოთამაშე უბრალოდ ვერ იტანს წაგებას. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. იმედია ვიდეო მოგეწონათ და თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად დიდ განსხვავებას ქმნის. კიდევ ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე მადლობა.